ჩვენი პირველი ვლოგი ესპანეთიდან. როგორც გითხარით, ვაპირებ რომ აქაც გავაგრძელო ჩემი კრეატორის საქმიანობა და გადავიღო ხოლმე ვლოგები. აქამდე კახეთის ვლოგებს გთავაზობდით ხოლმე, ახლა ესპანეთის ვლოგებს შემოგთავაზებთ. ეხლა გადავიღეთ ფოტოები. შეხოთაშორის პირველად მომეწონა ჩემი ფოტო, ძალიან ლამაზად გამოვედი. ეს არის ფასები, ყავა და ტოსტი ერთობლიობაში ღირს 1.80, თუ მთლიანი გინდა 2.20 €. ძალიან კაი ფასებია. ძალიან მისაღები, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნიამ. ძალიან კარგად გამოიყურება. ეს პატას ბურგერი. ეხლა მოვედით დარბაზში. მაიკო გვეხმარება რომ ავიღოთ აბონემენტი და ამ დარბაზში უნდა ვივარჯიშო ხალხო, თუ მჯეროდეს შეხედეთ რა მხელაა. და სულ უახლესი ტექნოჯიმის ტრენაჟორებია. ერთი სული მაგ დღეს გამოვალთ სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში. ეხლა მოვედით სახლში და ცოტა უნდა წავიმეცადინო. ნახეთ ჩემს ძველ როელს რა მოუვიდა. ესე იგი ეს რეული შემთხვევით დამრჩა ჩანთაში, რომელიც დედაჩემმა გარეცხა სარეცხის მანქანაში და აი რაღაცნაირად დაკუჭული არის ფურცლები. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მაინც ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე. იმიტომ რომ რაც აქ მაგ ყველაფერს გადავიტან აი ამ ახალ რეულში, რომელიც ვიყიდეთ უბნის მაღაზიაში. აქ დავწერე ახლა რიცხვები, ესენი, მე კიდე კარგად გადავხედავ და გადავიმეორებ, უმეტესწილად ვიცი უკვე ზეპირად. აქ რაღაცა კითხვები მაქვს ჩამოწერილი, აქ მაქვს ჩამოწერილი დღეები. აქ ნაცვალსახელები, ოჯახი და ეხლა დღეს უნდა დავწეროთ კუთვნილება. როგორ უნდა ვთქვა, ჩემი, შენი, მისი. მივდივართ დარბაზში. ეს ხუდი მაიკო მაჩუკა არ მქონდა რაღაცა თბილი და ესეთი საყვარლობო ხუდი მაჩუკა. როგორ უნდა დავასკანებო Facebook-ი? რა აბადა რა. ესე იგი, მივდივართ მეგობრებო დარბაზში. დღეს შევიძინეთ როგორც გაჩვენეთ აბონემენტი, რომლის ღირებულებაც იყო 27 € და პირველი თვე იყო აბსოლუტურად უფასო. ეხლა ჰქონდა დარბაზს რაღაცა ორკვირიანი აქცია და ამ ორი კვირის განმავლობაში თუ შეიძენდი აბონემენტს, პირველი თვე იქნებოდა აბსოლუტურად 0 €. შევიძინეთ, დავრეგისტრირდით, ჩამოვტვირთეთ რაღაცა აპლიკაცია არის, რომელიც ტელეფონში უნდა გქონდეს და გაქვს QR კოდი, რომლის საშუალებითაც შედიხარ დარბაზში და გვითხრეს, რომ 30 დღის შემდეგ გექნებათ პირველად თანხა გადასახდელი. ანუ დღეს აბსოლუტურად არაფერი არ გადაგვეხია და სრულიად უფასოდ ვივარჯიშებთ ერთი თვე. წარმოიდგინეთ რა მაგარი აქციაა, რომ დააინტერესო მომხმარებელი და მე რა იცი, შეიძლება საერთოდ შენი ერთგული მომხმარებელი გახდეს. ამიტომ ეგრე გავაკეთეთ. მაიკოსთან ვართ ეხლა, წინა ვიდეოში ვთქვი, მაგრამ აქაც გავიმეორებ, რომ მაიკო არის პატას ბიძაშვილი. ძალიან ბევრი კითხვები შემომივიდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იშოვოთ საცხოვრებელი, როდესაც ჩამოდიხართ და არ ვიცი როგორ დაგაკვალიანოთ სიამოვნებით, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით პატას ბიძაშვილთან, დაგვხვდა აეროპორტში, წამოგვიყვანა. შესაბამისად, ეგ მომენტი არ გვქონია. ამის შემდეგ გადავდივართ სხვა სახლში. იქ უნდა ავიღოთ ოთახი. ანუ ბინას არ ვქირავთ, ბინები შედარებით ძვირი არის. ერთი ბინა არის, რამდენიმე ოთახია და მან ვქირავ ოთახს. ეგრე ბევრად უფრო იაფად გამოდიხარ რა. და ეგრე უნდა გავაკეთოთ. რამდენიმე დღეში გადავალთ მან. ხო და არ ვიცი მართლა როგორ დაგაკვალიანოთ. რომ ჩამოხვალთ, ალბათ ჯობია რომ რამდენიმე დღე აიღოთ სასტუმრო, თუ ონლაინ ვერ ნახულობთ ოთახებს, ან თუ ონლაინ შეგიძლიათ რომ სადმე რომელიმე საიტზე ნახოთ ოთახები, პირდაპირ ოთახი აიღოთ და ისე ჩავხდეთ. წავედით ახლა, ძალიან ახლოს არის დარბაზი, მივდივართ ფეხით. სანამ დარბაზში ავალთ, შემოვედით ამ მაღაზიაში. მე პიჟამოები დამრჩა და პატას დარჩა სპორტული შარვლები. და რაღაცა ისეთი უბრალოდ არჩიოს გრძელი რა, თორე ისინი კი წამოიღო შორტები. ფასი ნახეთ, 7-დან იწყება, 7 €-დან. ესენი არ ვიცი რა ღირს
ხო, 7 ევროღებს ესენი, ესეც რაც გიჭირავს 7 ევროღებს. მე მინდა რომ ავიღო შეიკერი, ბოთლი წყლის, რა ვიცი, რაღაცა ნებისმიერი დარბაზისთვის, ჩემი რა თქმა უნდა არ წამომიღია, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ცოტა ადგილი გქონდა. იმაში რა ქვია, ჩემო დაშტე ხა მაგით კიდევ ვერ დავამძიმებდი. აუ, აქ რა კაი რეულებია. უბნის მაღაზიაში ვიყიდე მე და აქ უფრო ლამაზი რეულებია. ხო, ნახეთ აი აქეთ არის ეგ შეიკერები და ეგ ბოთლები. დესტე 1.50. ანუ 1.50-დან იწყება ფასები. ეს თები არ არის ჩემი. ეს ცოტა ლამაზი მინდა რამე. აუ დაახლოებით ეს გავსი მქონდა ხოლმე სტუდიაში ოღონ ვარდისფერი. ვნახოთ ეს როგორ უნდა. აუ მე სატრუპით მინდა. ესე მოყვდება მეზარება ხოლმე. აი ეს ამგონი სატრუპით. თან რაღაცა სამოტივაციოები აწერია. ნახეთ რა აღებს. ეს ყავს 5 евро. ნახეთ, აი ესე სამოტივაციო რაღაცები აწერია. სიმართლე გითხრათ, გამჭირვალე მირჩევნია რომ იყოს. მაგრამ ესეთი და გამჭირვალე რაღაც ვერ დავინახე ვერსად. ნახეთ აბა. ჩუსტების ფასი ნახეთ. 80 ცენტიდან იწყება. ჩვეულებრივი რეზინის ჩუსტიკებია. ეს მოგეწონა? ხო, ამას გიჯობია იდეაში. აი 51. კაია. ჩვენ ასევე გვჭირდება პატარა პირსახოცები დარბაზისთვის, რომელ ტრენაჟორთანაც მივალთ ეს პირსახოცი დავაფინოთ. თან აქ მოთხოვნაც არის, რომ აუცილებლად უნდა გქონდეს და ძალიან გამიხარდა. მართლა აუცილებელია დარბაზში და აი აქეთ არის ბევრი პირსახოცები და ავარჩიოთ. თბილისში სულ ძალიან საყვარელი ფერები მქონდა ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა ეგენიც არ წამოვიღე მაგისთვის არ გამოვყავი ადგილი ჩემოდაში. აი ესეთ საყვარლობა ავარჩიე, ევრო 9 ღირს და თან ვარდისფერია. მერკადონაში ვიყავით ახლა, შემოვედით, ცოტა უნდა ვჭამოთ სანამ დარბაზში შევალთ და ეხლა მინდა გაჩვენოთ როგორი კომფორტია შექმნილი. მერკადონაში რასაც იყიდი და გინდა რომ ჭამო, შეგიძლია გამოხვიდე. აი აქ და დაგხვდება ერთჯერადი ჭიქები, აბსოლუტურად უფასოა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელსახოცები, კოვზები, დანა, ჩანგლები, ყველაფერი რაც გინდა. ასევე აქ არის მიკროტალღური, შეგიძლია მოათავსო შენი საკვები, ეხლა ჩვენ მოვათავსეთ. გათბება, მე მოდიხარ და მიირთმევ ადგილზე. ძალიან კომფორტულია და თან მომეწონა ის ფაქტი, რომ ესეთი რაღაცები აბსოლუტურად უფასოა. შეიკერი ვერ ავარჩიე, არც ერთი არ მომეწონა, რავი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხოლმე მე მგონი ფერებს და როგორ გამოიყურება და არც ერთი არ მომეწონა, ამიტომ უბრალოდ ესეთი წყალი ვიყიდე. მერე შეიკერი, აი უშუალოდ დარბაზისთვის სადმე სხვაგან ვიყიდოთ, სადაც უფრო მოსახერხებელი ვერსიებიც იქნება. ეხლა უბრალოდ ამ პაწულა ბოთლით შემოვიფარგლები. სად ვარ? ძალიან სულ დროს მოვედით სავსეა. ძალიან ბევრი ხალხია. ძალიან გამიჭირდა ვარჯიში დღეს. ესეთ ხალხმრავლობაში ზოგადად ძალიან არ მიყვარს რა. და თან არც საღამოს ვარჯიში არ მიყვარს, მე morning person ვარ. ხო და რავი, რაც არის ვაკეთებ. ეხლა აქეთ გამოვედი ცოტა. იქით უკვე აი შეუძლებელი იყო უბრალოდ დგახარ რა, ვერც მიდიხარ ტრენაჟორთან. თან რასაც დავაკვირდი, ძალიან მოსწონთ ლაპარაკი რა და უმეტესწილად სულ ლაპარაკობენ და არ აკეთებენ სეტებს. ხო და გამოვედი ეხლა აქეთ. ყუთი მინდოდა რომ მენახა, ყუთი არ არის დარბაზში. და ეს წონები ესე დავალაგე ერთმანეთზე, რომ ჩავანაცვლო ყუთი. ნუ რაც არის ეგ არის. გავაკეთოთ ეხლა ამაზე სტეპ-აპები. ¿Cómo vas de peso ahora? ¿Te es poco? No, está bien. ¿Seguro? Quedan 6 series aún. Que Roberto, ya no pica tanto como el otro día, que era suyo, ¿no? Bueno, cuando le venimos una agujeta de izquierda. Ese tiempo es ahí. რამაგარია, შეგიძლია ჩამოასხა ამინო მჟავები. ეს პატას უნდა უშრა.
პაატას ვასწავლიდი, ეხლა როგორ უნდა იკითხოს, რამდენი სეტი დაგრჩა, იმიტომ რომ იქით გოგო აკეთებს kickback-ებს და ეხლა უნდა მივსულიყავი და მეკითხა რა, რამდენი სეტი დაგრჩა თქო. ესე იგი ეს იქნება, როგორც ჩატმა გითხრა, კვანტას რამდენი სერიეს სეტი ანუ შენ რო გეკითხები? არა, ტენ. ხო, და faltan. გონი ეგრე. Quantas series te faltan? ეხლა ეს ტრენაჟორი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ აწერია რომ fuera de servicio. fuera ნასწავლი მაქვს ნიშნავს გარეთ. de არის კუთვნილების, servicio სერვისი იქნება. ანუ სერვისის გარეთო რა, ანუ არ მუშაობსო. სავარაუდოდ ეგ იქნება. Disculpen las molestias. Disculpen ნიშნავს უკაცრავად და las molestias არ ვიცი. ეხლა ვნახავ ჩატს ვკითხავ. Discomfort ყოფილა las molestias, ანუ უკაცრავად discomfort-ისთვის. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. რაღაცა ეგეთი რა. ოკეი. ნახეთ რა ვნახეთ დარბაზში. ესეთი რაღაც დგას. აქ მოათავსებ შენს ბოთს, შეარჩევ სასურველ არომატს, რა გინდა რომ დალიო, ვიტამინებით, მინერალებით, რა გინდა მოკლედ და არის აბსოლუტურად უფასო. არ ვიცი რას დავაჭირე, ბას არ ვიცი რა უნდა ვქნა. აი არომატები გამოიტანა. ოკეი, მოიცა? აჰა. მაგარია. ეხლა ვსვამთ ანანასის არომატით, დაბალ კალორიულს, დამატებული შაქრის გარეშე. ვიტამინებით, ნახეთ, კარნიტინი, ვეგანური ალერგენების გარეშე. ვაუ. ოკეი, გავსინჯოთ. Ja გემრიელი არის რომ მოგაწყვეტ, მაგრამ ეთქობა რომ დამემატია რა. შენ რა უყავი ბოთლი? ჯამუას ყიმადაც. აი, ძალიან ტკბილი არ არის რა. ხო. და აი, ძალიან ტკბილი არ მოხდა. ცოტა იყო არ გვეყო და ეხლა პაატას QR კოდით უნდა ჩამოვასხათ. აუ გეხოცები, აი ლურჯი რო იყო ეგავოთ რა. აუ არა გეხოცები, ხო იცი მიზიზღება ლურჯი ყველაფერი. ხო, მაგრამ იმ ყველა ვიცხოვი და ეგ ორმოდი აიყო და მე მგონი რაღაც კაი ხო, როგორც კიდე, ოკეი. კაი, მოდი შენ რა გინდა ეს არა. კაი. ეს არის ხოლმე ერთი პორცია გათვლი ერთ ადამიანზე ღორები ვიტკი არ ვსვავთ უბრალოდ. ორ ადამიანს გეკუთვნოდა და ერთი პორცია გვაქვს მაინც ჩამოსმული. 200 მილიგრამი ჩამოასხა დაახლოებით რა. რა არის? fuerte. უფრო ის თუ გინდა, უფრო მეტი შაქარი. არა, მედიო იყოს, ისე თუ fuerte. fuerte. კაი, გავტესტოთ. ვიცით რომ არ მოგვეწონება, იმიტომ რომ მე ვერასდროს ვერ ვარჩევ კარგ გემოს. არ არის fuerte? აბლისუნი აქ ძალიან. არაფრის გემო არა. просто ტკბილია. არაფრის გემო არა. მასომენი. როგორც ყოველთვის ჩემი არჩეული ყველაფერი გემრიელია ხოლმე. გაკირა, ვიცი. მაგრამ მაინტერესებდა და უნდა დამეკმაყოფილებინა ის. Muchas gracias. ოპა, ორი კიბეა თავისუფალი. ერთზე პაატა დგას, მეორეზე მე დავდგები. გამოვედით მეგობრებო. ძალიან ბევრი ხალხი იყო. 7 საათზე მივედით დაახლოებით და აი პიკის საათში მივედით, რასაც ქვია და ვერ გეტყვით რომ კომფორტული იყო ვარჯიში, აი სულ გადავსებული იყო ყველა ტრენაჟორი და როგორც გითხარით, საკმაოდ დიდხანს ყოვდებოდნენ თითოეულ ტრენაჟორზე და ეხლა მაქსიმალურად ლაპარაკი უყურთ ძალიან ხო ბუ. ხო, მაგრად ვახსენე ვიდეოში რომ ლაპარაკი ავასებთ მაგრად ხო და ვეცდებით ხოლმე რომ დღის პირველ ნახევარში მოვიდეთ, იმიტომ რომ ამის წინ რომ ვიყავით უბრალოდ თვალი რო შევავლეთ, მაგ დროს რომ მოვედით, დილა იყო და თითქმის არ იყო ხალხი. დანარჩენი რავი, დარბაზი მოგეწონა? კი, როგორ არა. ტრენაჟორები, კარგი ტრენაჟორებია. ყველა ტრენაჟორი, არც ერთი ტრენაჟორი არ არის. თუნდაც ყავი რაიმე დაზიანებული, ყველაფერი გამოიყურება იდეალურად, ახალივით, მოწესრიგებული, კარგად მუშაობს. არც ერთი ხარვეზი არ ქონდა. მე ყოველ შემთხვევაში რა ტრენაჟორებზეც ვარ შენ ტრენაჟორები. ერთი იყო მარტო მკობრიდან გამოსული და ეწერათ რომ ბოდიშს გიხდით, ხო? უბრალოდ დანარჩენი. მე ძალიან მოვეწონა ასევე ვიტამინების და მინერალების დალევა რო შეგიძლია. ძალიან სასიამოვნო იყო ეგ სიახლე ჩემთვის და ალბათ ყველა გემოს გავსინჯავ, იმიტომ რომ უფრო მეტი ინტერესი გემოების მაქვს ხოლმე ვიდრე რასაც ვსვამ იმის.
ხო და მე ჩამოვედით მერკადონაში, ხო? ხო. და 10 ევროთ ერთი პარკის საწმელები ვიყიდეთ. ხო, ეხლა სახში რომ მივალ, გადავიღებ, რა ვიყიდეთ 10 ევროთ. უფრო მეტ თანხებს რომ დავხარჯავ ხოლმე, მერეც გადავიღებ, მაგრამ ამ ეტაპზე 10 ევროია შემოგთავაზებ ხოლმე. ჩემი პირველი რა ვიყიდე ვიდეო იქნება ეს. მე ცოტა უფრო დიდ თანხაზეც შემოგთავაზებთ, მაგრამ ჯერჯერობით რა ვიყიდეთ 10 ევროთ ესპანეთში, მერკადონაში. პირველი გვაქვს აი ესეთი ჟელატინი, ძალიან მინდოდა რაღაცა ტკბილი PMS-ის დროს. და უშაქრო ჩელენჯს ვაკეთებ როგორც იცით და ვეძები რა შეიძლებოდა მე კიდე უშაქრო და საბოლოო ჯამში აი ამას წავაწყდი. არ აქვს დამატებული შაქარი და თითოეულ შეფუთვას 100 გრამიანი არის აი ეს თითო. აქვს 10 გრამი პროტეინი, არ აქვს შაქარი როგორც თქვით და 40 კალორია. ძალიან დაბალკალორიულია და ზუსტად მაწყობდა ახლა ეს. თან ზუსტად რო გითხრათ ფასები, ეს ღირდა 1 ევრო და 55 ცენტი. შემდეგი ვიყიდეთ ქათამი, აი ესე დაჭრილ მდგომარეობაში, რო ხვალ მოვამზადოთ საჭმელი და ეს არის 1 კილოგრამიანი შეფუთვა და ფასი არის 4 ევრო. შემდეგი ჩვეულებრივი ესეთი დაჭრილი პური, ღირდა 95 ცენტი. ესეთი მეორენაირი პურიც ვიყიდეთ სენდვიჩებისთვის და ეს ღირდა 1 ევრო და 10 ცენტი და ბოლოს 12 კვერცხი, ეს ღირდა 3 ევრო და 10 ცენტი. ხო, სულ ეგ იყო, ესენი ცალკე ვიყიდეთ, ეს ღირდა 3 ევრო, კვილის პასტა ღირდა 1 ევრო. სულ ეს იყო, უფრო დიდ რო გავაკეთებთ ხოლმე გროსერი შოპინგსაც, მერეც გაგიზიარებთ ხოლმე თუ დაგაინტერესებთ ეს კონტენტი. გათენდა მეგობრებო, საოცარი ამინდი გვაქვს დღესაც. ზოგადად სულ მზიანი დღეებია და ისე მიხარია, აი არ ვიცი, მზისგან ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ. აი ეზო, მაიკო ცხოვრობს ძალიან კარგ ადგილას. ძალიან მშვიდი წყნარი უბანია, გამწვანებაც არის, იქით პარკებიც არის. ლამაზი ხედიც იშლება და რა ვიცი, იდეალურ ადგილას ცხოვრობს. ეხლა გამოლაგებულები ვართ მზეზე, გამოვიტანე მე ჩემი რვეული და ისევ ვიწერ სიტყვებს და თან ვიმეორებ. ყველიკელი არის ესა. უნდა ავიღო, ანუ ჩავჯდე ავტობუსში. A las 5 უნდა yo tengo que tomar montar el autobús. უფრო სწორი ფორმა და ისეთი მარტივი და ცოტა ჟარგონული იქნება. A las 5 me monto en el autobús. A las 5 me monto. En el autobús. Me monto. Yo, me, tú, te, él, ella, se. Adidas-ის აუთლეტში მოვედით, მოგვიყვანა მაიკომ. რაღაცა ფასტაკლებებია, საკმაოდ დიდი თანხა არის მოკლებული სხვადასხვა ნივთებზე. აი აქ ვნახოთ მაგალითად რა ხდება. აი ხამაზია მეგონი ფასტაკლებები ამ ტოპებზე. თავიდან ღირდა 28 ევრო, მერე 5 ევრო, ეხლა 4 ევრო. სიმართლე გითხრათ, მე დიდად ვერ ვამღამებ Adidas-ს. ანუ არ მოცე ხომ რაღაცა თითქოს ვერ ვიხდენ რა. ჩემი არ არის. უბრალოდ ვათვალიერებ. ისინი იქით არიან, ათვალიერებენ, რაღაცებს არჩევენ. აი სპორტული შარლები. ნახთავ მაგალითად ეს სპორტული შარლები რა ღირს 28 ევრო ღირს, თავიდან ღირდა 40 ევრო. მოგეწონა რომელიმე. მოვედით Lidl-ში ახლა და ჩემს საყვარელ ადგილას პროტეინ პუდინგებთან მოვედით. ამათი ღირებულება არის 99 ცენტი, იმიტომ რომ Lidl-ში ვართ ახლა და ზემოთ აწერია ხოლმე ფასი. და ძლივს მივეჩვი ამას, იმიტომ რომ ჩვენთან ხო სულ ისე ვართ მიჩვეული, რომ ქვემოთ აწერია ფასი და სულ ქვემოთ უყურებ ხოლმე, მაგრამ აი ეს არის ფასი. სხვადასხვა არომატები არის. არც კი ვიცი რომელი უნდა ავიღო, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი არომატია ხოლმე, მით უფრო ვირევი. აქაც სულ პროტეინ პუდინგებია, სულ. აი მე ეს რა კარგად გამოიყურება. გიჟდები ესე ორი ფენერვარი ხოლმე, მაგრამ ეს არ არის. უშაქრო ვერსია. ოკეი, რომელი დავიღოთ? ეს ავარჩიე საბოლოოდ, იმიტომ რომ ესეთი შერეული ორნაირია და ძალიან მაინტერესებს. მოხვედი? იბოება რა. ნახე ეს ავარელია. აქ ტანსაცმელების განყოფილებაც არის და ნახეთ. 12 ევრო ყის ახლა ეს ფეხსაცმელი. არაფერი ცუდი ეს არ არის. შეხედეთ.
მინდი ჩაუტარე შე რომ ტესტის ჩატარება გიყვარს ჩვენ და რა ხარისხით შემოდის, იმაზე გაიხარისხებია. ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთი სტილის ბოტასები რაც არის ხოლმე რა, ფასაცაა. 12 евро გაითხრა, ეხლა ძალიან მისაღები ფასია. მეტი რა ვიცი, ხო არ გაჩუქებენ მართლა. ვინაიდან დაგაინტერესათ ამ კონტენტმა, მოდი კიდე ჩავწეროთ. ამჯერად იქნება რა ვიყიდე 41 ევროთ. პირველი გვაქვს ესეთი კრევეტები, არის 400 გრამიანი შეფუთვა, გადავიხადეთ 4 евро. შემდეგი გვაქვს ფილე, არის დაახლოებით 750 გრამიანი შეფუთვა, აი ესე და გადავიხადეთ 4 და 82. შემდეგი გვაქვს ესეთი ლორი, არის 200 გრამიანი შეფუთვა, გადავიხადეთ 1 евро და 75 ცენტი. ეს არის ეგრეთ წოდებული ტორტია პატატა, არის 600 გრამიანი, საკმაოდ ისეთი არის რა, ერთი ადამიანი ამას ვერ შეჭამს შანსი არა. არის კარტოფილით მომზადებული კვერცხი აქვს, აწერია კიდე რო აქვს ისპანახი და ასე შემდეგ. ამაში გადავიხადეთ 2 евро და 73 ცენტი. ძალიან კარგი არის, საუზმეზე აი უგემრიელესია. შემდეგი ეს არის სპაგეტი კარბონარა, არის 280 გრამიანი შეფუთვა, აი ერთჯერადად რო ჭამო და გადავიხადეთ 2 евро. ეს ორი გვიყიდია, ამაშიც ჩვეულებრივ 1 და 75. აქ გვაქვს დაჭრილი ყველი, არის 10 ნაჭერი, 200 გრამიანი შეფუთვა და ეს ღირდა 2 და 29. შემდეგი არის ესეთი ძეხვის მსგავს შეფუთვაში, ნუ იდეაში არის ძეხვი, ოღონდ ეს არის ვეგანური ვერსია. მაიკოს არ უყვარს ხორცი და ესეც ვერსიაში ჭამს ხოლმე, არის 750 გრამიანი შეფუთვა, საკმაოდ დიდი არის, რა ღირდა ეს? 6 და 99. სხვადასხვა ძალიან კაი შემადგენლობა აქ 100 გრამზე აქვს 17.4 გრამი პროტეინი და მეც უნდა გავსინჯო. აქ არის უკვე მომზადებული ქათმის ფილე, აი უკვე რო ისე მდგომარეობაში არ შეჭამო, 150 გრამიანია და 1 და 56 ღირდა ეს. ეს არის 6 ცალი ბანანი, გადავიხადეთ 1 და 88. უშაქრო პროტეინის პუდინგი, რომელიც ძალიან მიყვარს, 99 ცენტი. შემდეგი არის აი ეს მიქსი, არის 300 გრამიანი შეფუთვა, არის ქეშიუ, ეს პეკანი კაკალს რო ვეძახით ხოლმე, თხილები, ჩირი და ეგეთი რაღაცები. არის 3 და 79. თმის დამატენიანებელი, აი ამ ბრენდის 4 და 99. და ბოლოს პროტეინ ბარი 1 და 59. ეს ცალკე ვიყიდეთ, უბრალოდ უნდა რომ გაჩვენოთ. ეგრეთ წოდებული შიპოკებს რო ვეძახით, ცოტა მაღალძირიანი შიპოკებია, Adidas-ში ვიყიდეთ, Adidas-ში და არა სადმე სხვაგან 30 евро. ულამაზესია, მე ხო არ ვიცი რისთვის გამოიყენებოდა და რა თქმა მაგრამ მეც მინდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვნახავდი პროდუქტებს, იმიტომ რომ ეს ბრენდები საქართველოში არ არის, მაგრამ დაახლოებით მოვიძია იგივე პროდუქტები. თუ არ დაგეზარებათ, შეკრიბეთ ეს რიცხვები და კომენტარებში დაწერეთ, რა თანხა გამოვა. ავეჯის მაღაზიაში მოვედით, რაღაცებს ვათვალიერებთ. რავი, თქვენც შეგახედებთ ფასებზე ყოველი შემთხვევისთვის, ახლა ეს ღირს 9 და 99. ეს მდივანი ღირს 799 евро. არ ვიცი რატოა გაწითლებული ფასტაკლება არის თუ არა. ულამაზესია. ჩვენ ახლა უბრალოდ მოვედით რომ ავარჩიოთ საწოლი, იმიტომ რომ მე და პატა გადავდივართ ოთახში, ოთახი უნდა ვიქირავოთ, იმიტომ რომ აქ სახლები ღირს ძალიან ძვირი და ვერც იქირავებ იდეაში სახლს, უნდა იქირავო ოთახი, ერთი ოთახი. ამიტომ ვნახეთ ეგ ოთახი და ჩვეულებრივ ერთ საწოლიანი საწოლი იდგა. ხო და იქ რო ხო ორივე და ვერ დავეტევით, ამიტომ გჭირდება 2 საწოლიანი და მაგისთვის მოვედით, თუმცა იმდენად ლამაზია ყველაფერი, რომ თვალიერებას შევყევით და რა ვიცი გაჩვენებთ თქვენს. საძინებლები ვნახეთ, აუ ერთი საძინებელი ისე მომეწონა, უნდა გაჩვენოთ აუცილებლად. ალბათ ოდესმე სახლს რო ვიყიდი, ეგეთი საძინებელი მინდა რომ მქონდეს, რავი, მანამდე თუ არ გადავიფიქრე. აი, ულამაზესი იყო. მოიცა საით იყო, ოღონდ ჯერ გავარკვევ. ვნახეთ რა საყვარელია. ისეთი ბალიშები ბევრი. ეს კარატა, ამას აწერია 279 евро. ესე რაღაცა ლამაზად არის მოწყობილი რა. ძალიან ლამაზია. ეს ფერიც მომწონს, ეს მუქი, მწვანე რაღაცნაირი.
გალამაზია არა ეს ფერი სამზარეულო. ეხლა მოვედით საძინებლებში. საძინებლები აქ. აი ნახეთ, სხვადასხვანაირი არის, რომ შეხედა და ამღამ რომელი უფრო მოგწონს. იმას ვეღარ ვხედავ მე რომელზეც გავგიზდი და გადავირი. აუ სად იყო ბას მინდა რომ ვაჩვენო. მუქი ლურჯი რო იყო ძალიან რომ მომეწონა. აუ ნახე ესეც რა მაგარია. აი ესეთ კუთხე მინდა ძალიან. მაკიაჟის კუთხე რა მაგარია. ძალიან ლამაზია. Hello. აი, ახლა შეიძლება საწოლი რო ავარჩიოთ. ეს მაგალითად 99 ღირს. ეს 99. ვიყიდეთ საწოლი. აი, ეს კონკრეტული 50 ევროთ. წავედით. ხეთ 60 ცენტი ღირს ვეგეტარიანული ჰოთ-დოგი, ანუ მაიკორასაც შეჭამს პირობითად და 70 ჩვეულებრივი კლასიკური. ძალიან იაფია. უი, აი აქვე არის რაზეც იყო საუბარი რა ობიექტზეც. მეთქი სად არის ეგ ობიექტი? თქო და გამოვედით თუ არა ეხლა თანხას იხდიან. აი აქ არის ეგ ობიექტი. მთელი მენიუ ღირს 3 და 90. ამ მენიუში შედის ეგ ჰოთ-დოგი, დასალები და ფრი. აუ ის ვერ გაჩვენეთ, ის ლურჯი საძინებელი, რომელიც ძალიან მომეწონა. არა უშავს. ეს რაღაცებიც დასჭირდა საწოლს, რითაც უნდა ავაწყოთ, აი კიდე ეს 2 და ეს რაღაცები ერთად ღირდა კიდე 30 евро, ანუ ჯამში 80 евро. დღეს გავსინჯეთ ლიმონის არომატი პატამის მულტივიტამინი ჩამოასხა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს მოეწოდა და მე ყველაზე მეტად მომეწოდა ლიმონი. როგორც ვარაუდობდი, აი ლიმონიანი ყველაფერი ძალიან მიყვარს ხოლმე და ნახეთ, ფერი საერთოდ არ აქვს, წყალივითაა, მაგრამ ლიმონის არომატია. მოვედით, ეს იქნება ჩვენი სკოლა და ეხლა ვეუბნებოდი პატას, რომ 2016 წელს ჩვენ ერთად ვემზადებოდით გამოცდების ჩასაბარებლად. სტუდენტები რო ხდებოდით და 10 წლის მერე 2026 წელს ისევ ერთად უნდა მოვემზადოთ. ასე გამოიყურება. უნდა ვიაროთ ენის კურსებზე. ესე იგი, რაღაცა დრო აგვერია. 4 საათისთვის მოვედით და ეს ჩვენი მასწავლებელი როგორ ქვია ჩვენს მასწავლებელს? Fernando? თუ Fernanda? Fernando. კაცია სავარაუდოდ. Okay, Fernando. გაკვეთილს იწყებს 5-ს რო აკლიათ 15 წუთს. ხო და გამოვედით ახლა ცოტას გავისეირნებთ და მერე შევაწყოთ. ლამაზესი უბანია, შეხედეთ. რა დადიხარ, ისეთი კარგი სუნი დგას და ისეთი ლამაზია. აი არ ვიცი, ნახეთ სულ რომ მიდიხარ იქითაც სულ. არ ვიცი, ძალიან მომეწონა. Segunda fila. აი მე ძალიან წვიმს და ვიყინებით, ახლა უნდა გავიდეთ სკოლიდან, მაგრამ გეტყვით რა გავაკეთეთ და როგორ იყო ყველაფერი, მოკლედ 2 გაკვეთილს დავესწარით, ერთი დაიწყო 5 საათზე, გაგზერდა საათნახევარი, დასრულდა 7:30-ზე და მაგ კაცმა უსაყვარლესი კაცი იყო, გითხრა რომ მეორე გაკვეთილიც იწყებაო 7:30-ზეო და გაგრძელდებაო 8-მდეო. ისიც საათნახევრიანიაო და ძალიან კარგს იზავთ თუ დაესწრებითო, იმიტომ რომ 2 გაკვეთილს თუ დაესწრებით ხოლმე, ბევრად უფრო სწრაფად აითვისებთ, ვიდრე მხოლოდ ჩემთან რო იაროთო რა. და მეორე პროფესორი მოვეო და ძალიან გამიხარდება იმასთანაც თუ გადააგრძელებთო რა. მეთქი რა პრობლემა არის თქო, კვირაში 2-ჯერ არის ეს გაკვეთილები და იდეაში გვაწყობს ყველანაირად რომ საათნახევრით კი არა 3 საათით ვიყოთ გაკვეთილებზე და დავრჩით მეორე კაცთანაც. თავიდან რომ შემოვიდა, ცოტა ისეთი სახე ჰქონდა რომ მეთქი ვაიმე ეს ძალიან მკაცრი იქნება თქო, მაგრამ ეგ კაციც ძალიან საყვარელი აღმოჩნდა და ზოგადად ორივენი იყვნენ აი მართლა უსაყვარლესები. გველაპარაკებიან მთელი ეგ საათნახევარი, მაგრამ აი შიგადაშიგ გვესმის რაღაცა სიტყვები, თუმცა უკვე რაღაცნაირად თითქოს შინაარსს ვაწყობ რა
თორე ისე ბევრი სიტყვები არ მესმის, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც შინაარს გებულობ. და რაღაცა დიდხანს რო უსმენ, მე კიდევ უფრო მეტ რაღაცას გებულობ და აი ატყობ რომ პროგრესი გაქვს რა. მოკლედ, ძალიან ბევრი დავალებები მოგცეს, ძალიან ბევრი ახალი სიტყვები მოგცეს. ეხლა უნდა წავიდეთ დარბაზში, სპორტ დარბაზში და იქიდან რომ გამოვალთ, დღესვე ჩაუჯდებით, დღესვე დავიწყებ მეცადინეობას, ახალი სიტყვების სწავლას და მაქსიმალურად ვეცდებით ორივე, რომ შემდეგი გაკვეთილისთვის მაგრად მომზადებულები მოვიდეთ. ისე მე მგონი მოვეწონეთ ხო ორივეს? კი, იმ პირველმა უთხრა მეორეს რომ მათმა კარგად იციანო და ანუ მართლა ბას მაიკომაც ხო მაიკოსაც ხო ელაპარაკა და მაიკოს უთხრა რომ მეორე გაკვეთილზე დარჩენენ მათმა ბევრი იციანო ანუ ხო წარმოგიდგენია ჩვენ რომ ბევრი ვიცით სხვა რამდენი იცოდნენ ანუ იცით უბრალოდ რა მომენტი იყო? პირველ გაკვეთილზე შედარებით ბევრი ვიყავით, დაახლოებით 7 ადამიანი ვისხედით თუ 6. და მეორე კაცი რომ მოვიდა, ნუ უკვე საათნახევარი რო ზიხარ ხო მაგრად იღლები რა. და მოსმენა რო ეზარებოდა, ბევრი წავიდა სახლში. დავრჩით მე, პატა და ერთი ქალი მხოლოდ რა. და წარმოიდგინეთ ჩვენც რო წავსულიყავით, მხოლოდ იმ ქალთან მოუწევდა გაკვეთილის ჩატარება და აი რაღაცნაირად უფრო მეტი პატივისცემით აივსო თითქოს ეს მეორე პროფესორი ჩვენს მიმართ, რომ არ წავედით და დავრჩით რა. და აი მაქსიმალურად ეცა და ყველანაირად რომ ყველა სიტყვა აეხსნა, ყველაფერი გაეგებინებინა და აი ძალიან კაი იყო მართლა. ძალიან კაი პირველი დღე. ორივე საყვარლები არიან ძალიან რა, რაღაც ესეთი. წვიმს ახლა და აქვე ახლოს სკოლასთან არის მეტრო. მაგ მეტროში უნდა ჩავიდეთ, ესეც პირველი გამოცდილება იქნება, ჯერ არ ჩავსულვართ, არ ვიცით რა ხდება. თუ იყოს საშუალება გადავიღებ, რაც აქვთ, ესე ძალიან ჯერ არ შემცივნია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ სწორად მივდივართ. აუ, იქ შევიდა. ის ლიფტია უბრალოდ. ოკეი, წავიდით, აბა. ასე გამოიყურება ვაგონები. ნახეთ, ეს არ იღება ხოლმე, მანამ სანამ არ მოვა თვითონ მატარებელი, რომ არ იყოს იმის საშიშროება, ან ვიღაცამ ხელი გკრას, ან შენ თვითონ დაგიცდეს ფეხი და რაღაცა მოხდეს რა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ამიტომ ეს ძალიან მომეწონა. ვეღარ მოვასწარით დღეს დარბაზში ასვლა, იმიტომ რომ ძალიან გვიანი არის უკვე 10 საათი სრულდება თითქმის და მოვედით ახლა რაღაცა პატია სუპჩიკი, რაღაცა მსუბუქი ვიყიდეთ. შევჭამთ და წავალთ სახლში. აი, ჩემი სუპჩიკი. ეს არის, ნახეთ, აუ, სად ეხატა? უი, გადავაგდეთ ის. რაზეც ეხატა, მოკლედ, ყველანაირი ბოსტნეულის შერეული სუპჩიკია და 1.70 ღირდა. მაინტერესებს როგორი გემო იქნება. ძალიან გემრიელია. პატა მიყიდა, ახლა ეს კევიდა. აი, გთხოვთ, ვისაც მიგიწვდებათ ხელი, აუცილებლად გასინჯეთ, თუ ჯერ არ გაგისინჯავთ. ესე გამოიყურება, XXL შეფუთო არის. 4 არომატი არის შიგნით, არის ჟოლო, არის მარწყვი, რა ქვია მას, ნესვი და ადამე. და ახლა გაჩვენებთ, ხო რაც თავარია, არის შაქრის გარეშე. ნახეთ. მე გავსინჯე ახლა მუქი ვარდისფერი, ესე იგი მე ვღეჭავ ჟოლოს არომატს, აი უგემრიელესია. დარბაზში ვართ ახლა და აი აქ გვაქვს ზუსტად ის მოწყობილობა, რომელიც იყო ყაზახეთში, თუ გაქვთ ჩემი ყაზახეთის ვლოგი ნანახი და ჩემი მონაცემები ახლა გამოიტანა ეკრანზე. ესე იგი, მე ყოფილ ვარ ამ მომენტში 52.80 კილოგრამი. მასო ვნახოთ 26 კილოგრამი. ვაიმე ნახე, მარცხენა ხელზე დამიწერა 2 კილოგრამი პუნთი და მარჯვენაზე დამიწერა 2.1, იმიტომ რომ მე მარჯვენე ვარ და ისედაც მეტყობა რა, ძალიან დაკურებული თვალით, ოდნავ დიდი მაქვს მარჯვენა ხელი. მარცხენა ფეხიო 7-იო, მარჯვენა ფეხი 6.90. აქაც მარცხენა ფეხზე მეტყობა უკეთესად გრძნობ ხოლმე, ესეც ვიცოდი რომ ესე იქნებოდა. 47.20 კილოგრამი ამ ჩემი წონიდან წარმოიდგინე არის ცხიმის გარეშე. მაგარია რა? ძალიან დეტალურად გიწერს ყველაფერს. 12 წლის ვარ მეტაბოლური ასაკით. აუ, ისე მაინტერესებს შენ რას დაგიწერს. 1386 კალორია BMR. Slim მასკულარში გამიყვანა. Very მასკულარში რატო არ გამიყვანე? პატას არ აქვს გაკეთებული და ეხლა უნდა დადგე ესე. აი სკანირებას აკეთებს ახლა სხეულის.
ნახოთ რა შედეგებს ამოუგდებს. დააწექი შედეგებს 84 კილო ყოფილ ხარ ვარი. Muscle mass-ი აქვს 65.20 კილოგრამი. მიდი კიდე ნახე რეები გაქვს. ნახეთ აქ იმასაც კი გიჩვენებს პროპორციულად რამდენად ხარ, რა იხელები, ფეხები რამდენად პროპორციულად მიდის და ეხლა ვნახეთ, რომ სულ ოდნავ არის სხვაობა, მარჯვენა ფეხი აქ ოდნავ მძიმე. აი წყლის მასაც დავუწერა, ძვლები 68.60 კილოგრამი გაქვსო, ცხიმის გარეშე მას არა. მეტაბოლური ასაკი 28 წელი. 28 წლისია. მე დამიწერა 12 შეპედოფილ. აუსად ეწერა. აი ზემოთადი? აუ სადღაც ეწერა. აი ფიზიკ. Slim muscular-ში გაიყვანა პატაც. ამოვედით ახლა და მოვიდა საწოლის აწყობის დრო. პროგრესი ჯერჯერობით ასე გამოიყურება. ისინი გვაქვს გასაკეთებელი ეს და всё. აუძლიერს ძალიან ბევრი წვალება კი დაჭირდა მიუხედავად იმისა, რომ მარტივი სქემა ჩანდა. ეხლა ჩემი იდეა არის, რომ ეს ასე შემოვიტრიალოთ, იმიტომ რომ ასე რომ დავტოვოთ ძალიან ცოტა ადგილი რჩება აქაც. და იქნებ ჩავტიოთ ესე მეორნაირად. აი ესე მეგობრებო შევატრიალეთ. ესე ბევრად უკეთესია ის მაგითაც ავიღეთ, მე ვეცდებით რომ ეს ტელევიზორი აი აქ დავამაგროთ. ეს აქ იქნება. ამასაც რამეს მოუხერხებთ. ეგ არის. გალსად არის ავტომობილებისთვის განკუთვნილი გზა. La calzada. Calzada. მოწლეფინი calzada. ჯერჯერობით ეს აპდეიტები გვაქვს მეგობრებო. სკოლა როგორ ვიპოვეთ, მაგაზე მომწერეს რამდენიმე შეტყობინება და ამაშიც დაგვეხმარა მაიკო. რაღაც კონკრეტულ ცენტრში მიგვიყვანა, იქ უნდა ჩატარებული იყო გაკვეთილები, თუმცა იმდენი მიგრანტი არის ამ ეტაპზე, რომ იქ საერთოდ არ იყო ადგილი და ამ ცენტრმა გვითხრა, აი ეს ლოკაცია, ამ სკოლის ლოკაცია, რომ იქნებ იქ მიხვიდეთ და იქ მაინც იყოს ადგილიო და აქ საკმაოდ ბევრი ადგილია, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დიდი საკლასო ოთახია და მხოლოდ 7 ადამიანი ვისხედით. ამიტომ გაგვიმართლა, მან აღმოჩნდა ადგილები და დავიწყეთ მათ ზიარული. პოლიციაში გვქონდა ჯერ მხოლოდ ერთი ვიზიტი, დაგვიბარეს თებერვლის ბოლოს. მანამდე არანაირი აპდეიტი და არანაირი სიახლე არ მექნება. სხვა კიდე რა იყო ისეთი სიახლეები, სხვა ჯერჯერობით არის. მადლობა რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.